Forrest Gump-ი რეგულარულად ხვდება ისტორიაში საუკეთესო ფილმების სიაში. იგი უკვე კარგახანია ციტატების და პაროდიების სამიზნეა, ხოლო მთავარ გმირს ალბათ ისიც იცნობს, ვისაც ეს ფილმი არ უნახავს. Forrest Gump-ი უყვართ და უყურებენ არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ სამყაროში. მაგრამ რამდენად კარგად გვესმის მისი. როგორ ახდენს ფილმი ამერიკული ისტორიის გადააზრებას. რატომ ქვიან მას ზოგიერთები პრობლემურად. რით არის მთავარი გმირის საინტერესო და რა შემდგომარეობს ფილმის სცენარის ეშმაკობა. მოდით ვცადოთ ამის გარკვევა ამ ვიდეო ესეში. თუმცა მანამდე არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ. Forrest Gump-ის მოქმედება დაახლოებით 30 წელს მოიცავს. იგი 50-იანი წლების შუაში იწყება და სრულდება 80-იანებში. ზედაპირული ყურების დროსაც გასაგები ხდება, რომ რობერტ ზემეკისის ფილმი არის ისტორიული პანორამა ამერიკაზე მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში. პრაქტიკულად ამერიკული ცხოვრების ენციკლოპედია. რთულია მაშინვე თქვა რაზეა Forrest Gump-ი. ვიეტნამის ომსა და პოსტტრაუმატულ აშლილობაზე. კონტრკულტურული პროექტის კოლაფსზე. შეიძლება ბედზე ან ტრაგიკულ სიყვარულზე. თითქმის ყველაფერზე ერთად. Forrest Gump-ი Moby Dick-ის, ან ომი და მშვიდობის მსგავსად, ტოტალური სიუჟეტის მაგალითია. მასშტაბური ისტორიის, რომელშიც მარტივად მეზობლობენ განსხვავებული მოტივები და თემები, სახლის ძალადობიდან ღვთიურ ხილვამდე. ლიტერატურული შედარება აქ შემთხვევითი არ არის. ზემეკისის ფილმი ერთ-ერთი მაგალითია იმისა, როდესაც ეკრანიზაციამ არა მარტო აჯობა ორიგინალს, არამედ მისი ადგილი დაიკავა საზოგადოებრივ მეხსიერებაში. წიგნის მთავარი განსხვავება ფილმისგან ინტონაციაში მდგომარეობს. თუ უინსტონ გრუმის რომანი იყო ავტორის დროინდელ ამერიკაზე სატირა, ეკრანიზაცია პირიქით, ზღაპარი აღმოჩნდა მაყურებელთა ფართო წრისათვის. 90-იანების შუაში, როდესაც Forrest Gump-ი გამოვიდა, ამერიკა ახალ ათასწლეულში გასაქცევად ემზადებოდა. შეგრძნება იყო, რომ ყველა დიდი ძრო უკან მოიტოვეს და ქვეყანას წინ ნათელი მომავალი ელოდა. ამიტომ საჭირო გახდა მაყურებელთათვის გასაგები პერსონაჟების ჩუქება, რომლებიც ინსპირაცია იქნებოდნენ ახალი მიღწევებისკენ. Forrest Gump-ის ისტორია დაკავშირებულია ამერიკის ისტორიასთან და რაღაც მხრივ Gump-ი მისის სიმბოლოა. იგი ხიდია წარსულის და მომავლის ამერიკებს შორის. ფილმის დასაწყისში ჩვენ ვიგებთ, რომ Forrest-ი არა მარტო ალაბამის მკვიდრია, ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული შტატის და ამერიკული სამხრეთის გულის, არამედ კუკლუქს კლანის თანადამფუძნებლის, ნატანიელ Forrest-ის შთამომავალი. ეს წარსულის ამერიკის ატრიბუტებია, მაგრამ თხრობის დროს გმირი პერიოდულად მომავლის კარს აღებს. წინასწარ გვაგრძნობილებს ახალი ტექნოლოგიების ერას, როდესაც შემთხვევით ხდება ერთ-ერთი ხილის კომპანიის აქციონერი. კარნახობს Smiley-ის დიზაინს. Watergate-ის სკანდალშიც კი ურევია მისი ხელი. ფილმი ცდილობს მაყურებელი ეპოქაში ჩაძიროს და ამას არა იმდენად კოსტუმებით და დეკორაციებით ცდილობს, რამდენადაც კარგად ნაცნობი მუსიკით. Elvis Presley, Jimi Hendrix, Bob Dylan და ბევრი სხვა, რა თქმა უნდა, კარგავენ თავიანთ მუსიკალურ ინდივიდუალობას და თხრობის ინსტრუმენტები ხდებიან. ისინი ერთის მხრივ მაყურებლისთვის ნათლად საზღვრავენ ამა თუ იმ ისტორიულ პერიოდს, ხოლო მეორეს მხრივ ემოციურად უერთებენ ისტორიას. მართალია Forrest Gump-ი საკმაოდ ოპტიმისტურ ფილმად გვევლინება, მაგრამ მასში ისტორიული პესიმიზმის ნოტებით შეგვიძლია დავინახოთ. ფილმი გამეორების სისტემაზე არის აგებული. პარალელებს ხშირად მიზანსცენები გვკარნახობს, მაგრამ გვხვდება სხვა მაგალითებიც. მაგალითად, Forrest-ის შვილი ატარებს ისეთივე სახელს, როგორცაც მამა. Like me. I named him after his daddy. He got a daddy named Forrest too. ეს ყველაფერი ფრთხილის შეხსენება იმის შესახებ, რომ ისტორიის გამეორება გარდაუვალია, როგორც ჭირში, ასევე ლხინში. როგორც შემქმნელები გვაჩვენებენ, მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილი არ იქნა ნასწავლი და უკვე ამერიკელების ახალგაზრდა თაობას უწევს ახალ ომში მონაწილეობა სხვა კონტინენტზე. Bob was gonna be a shrimp and boat captain, but instead he died right there by that river in Vietnam. That's all I have to say about that. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ავტორებს აპოლიტიკურობაზე ჰქონდათ პრეტენზია, მაყურებელთა უმრავლესობამ Forrest Gump-ში კონსერვატიული მანიფესტი დაინახეს, რომელიც რესპუბლიკური იდეალებს უმღერის: ოჯახი, ღვთისმოშიშობა და შრომა. ფილმის კონსერვატიულობაზე მათი აზრით ისიც მიანიშნებს, რომ Forrest-ი ვიეტნამის ომის გმირად არის ნაჩვენები, ხოლო მისი ოპონენტები ნაკლებად მიმზიდველ მარგინალებად გვევლინებიან.
ფილმში სპიდის ეპიდემიაც მოუხერხებლად არის ნაჩვენები, რომლისგანაც გავრცელებული ვერსიის მიხედვით გარდაიცვალა ჯენი. ზოგიერთი კრიტიკოსი თვლის, რომ ფილმმა დროის გამოცდას ვერ გაუძლო. ფორესტ გამპი, როგორც იგი რობერტ ზემეკისმა და სცენარისტმა ერიკ როტმა ჩაიფიქრეს, შეუძლებელი გახდა 11 სექტემბრის შემდეგ. ფილმი ღიმილით უყურებს ამერიკის ისტორიას, მაგრამ ახალ რეალობაში ეს უადგილო იყო. ცნობილია, რომ შემქმნელები გაგრძელებას გეგმავდნენ, თუმცა ამ იდეაზე უარი სწორედ 2001 წლის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ თქვეს. 21 საუკუნე ამერიკელთათვის დაიწყო დიდი კატასტროფით და ქვეყანას საერთოდ სხვა გმირები ჭირდებოდა. ფორესტ გამპი არა მარტო ხიდია მომავალსა და წარსულს შორის, არამედ ერთგვარი შუამავალი მოსახლეობის განსხვავებულ ჯგუფებთან, რომლებსაც შეუძლიათ ამერიკის ახალი ერთიანობა უზრუნველყოს. იგი საერთო ენას პოულობს ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანებთან, ჯეინისთან, რომელიც კონტრკულტურული მოძრაობის წევრია, ბაბასთან, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთან და ლეიტენანტ დენთან, რომელიც შაშხანის და ბათინკის ამერიკას განასახიერებს. არ უნდა დაგავიწყდეს ფორესტის დედაც, იგი ფილმში ცხოვრებისგან დაბრძენებულ უფროს თაობას წარმოადგენს. ფორესტ გამპი საინტერესო გმირია. სიუჟეტის მსვლელობისას იგი თავად პრაქტიკულად არ იცვლება, მაგრამ მისი მონაწილეობით იცვლებიან მისი ახლო ადამიანები. ყველაზე რადიკალურ ცვლილებას ლეიტენანტი დენი განიცდის. ომის ტრავმების შემდეგ მას ეჩვენება, რომ ცხოვრება დასრულებულია და სწორედ ამ დროს ფორესტი ჩნდება. მეგობრობა, რომელიც მათ შორის იბადება, არის სამხედრო ძმობის ამოყირავებული ვერსია, რომელიც არ არის მილიტარიზმით მოწამლული. I never thanked you for saving my life. He never actually said so, but I think he made his peace with God. პირველი, რასაც მთავარ გმირზე ვიგებთ, არის ის, რომ მას დაბალი IQ აქვს და მას არ შეუძლია ჩვეულებრივ სკოლაში სწავლა. თუმცა სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, ფორესტი არაერთხელ აღმოაჩენს ხალხის მიმართ ემპათიას და სინაზეს. I'm not a smart man, but I know what love is. იგი ამარცხებს ყოველგვარ სოციალურ განსხვავებას და უანგაროდ მიდის ყველას დასახმარებლად. ყურების დროს ჩანს თითქოს ფორესტი რობოტია, რომელიც უბრალოდ იმას აკეთებს, რასაც ეუნებიან. Tundra Sergeant! Go! მაგრამ ტომ ჰენქსის ვირტუოზული თამაშის წყალობით პერსონაჟი უეცრად დრამატულ სიღრმეს იძენს. ფორესტ გამპი პოლიჟანრული ფილმია. მასში ადგილს პოულობენ გაზრდის ისტორია, სევდიანი მელოდრამა და სამხედრო ეპოსიც. ამიტომ ტომ ჰენკსაც მოუწია პოლიჟანრულად თამაში. პირველი შეხედვით განსხვავებულ, ერთმანეთისგან შორეულ რეგისტრებში. კომიკური პერსონაჟი, ომის გმირი, უცხო ადამიანი, რომელიც თავის სიბრნით აკვირვებს და მზრუნველი მამა. მსახიობის ზოგჯერ ერთმანეთში ცუდად ძალიან განსხვავებულ ჟანრებს და ხასიათს, ერთი გადასახები დღის განმავლობაში. და გასაკვირი არ არის, რომ ფორესტ გამპის როლისთვის მსახიობმა მიყოლებით მეორე ოსკარი აიღო. ფორესტი არ არის ბუნებრივად ინტელექტით დაჯილდოებული. იგი მექანიკურად ასრულებს რუტინულ საქმეს და იშვიათად უდგება დავალებას კრეატიულად. მაგრამ ფილმის ავტორის ჩანაფიქრის მიხედვით, სწორედ ამ მარტივი მოქმედებების ჯიუტად გამეორებაში, ზედმეტი რეფლექსიის არარსებობაში და არა თანდაყოლილ უნარებში მდგომარეობს წარმატების საიდუმლო. ფორესტ გამპის წარმატება დიდწილად სცენარისტ ერიკ როტის დამსახურება. ფილმის სტრუქტურა ჩარჩოსებულია. ისტორია ისტორიაში, რაც გვაძლევს საშუალებას ამბავს გმირის თვალებით შევხედოთ. ფორესტი თავის ცხოვრებაზე შემთხვევით ადამიანებს უყვება, რომლებიც მას ავტობუსის გაჩერებაზე უჯდებიან. მაგრამ ცოტა ვინმე თუ მიაქცევდა ყურადღებას სცენარისტის ჭკვიანურ ხრიგს. რეალურად ფილმი იწყება მეორე საათის მიწურულს, 15 წუთით ადრე დასრულებამდე, როდესაც ფორესტი ხტება სკამიდან და ჯეინისკენ გარბის. მანამდე კი გმირი უბრალოდ ყვება ზედმეტად ვრცელ პრეისტორიას, რომელიც სხვა ფილმში სტრუქტურულად მხოლოდ პირველი აქტი იქნებოდა. მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, როტულს ორიგინალისგან განსხვავებით გამოვიდა სევდიანი ისტორიის შექმნა, რომელშიც ნებისმიერ მაყურებელს შეუძლია იპოვოს რაღაც საკუთარ თავს. He didn't want to be called crippled, just like I didn't want to be called stupid. ასევე წარმატების ნაწილია ზემეკისის ეკონომიური რეჟისურა. იგი იმ სიას მიეკუთვნება, რომლის შემოქმედებაშიც ვიზუალური ენა ექვემდებარება მოყოლილ ისტორიას. მისი მეგობრის და კოლეგის სტივენ სპილბერგის მსგავსად, ზემეკისი ხშირად ამჯობინებს შიდაკადრობრივ მონტაჟს.
ანუ თხრობა მიმდინარეობს არა ჩვეულებრივი გადამით, არამედ მიზანსცენების უნანკერო ცვლილებით ან კამერის მდგომარეობით. შეხედეთ ამ მონაკვეთს. კადრში უკვე ჩნდება პინგ-პონგის მაგიდა, მაგრამ კომპოზიციის ცენტრი უჭირავთ ფორესტს და ტელევიზორს. კამერა უახლოვდება მთავარ გმირს და პინგ-პონგის მოთამაშე კადრს მიღმა რჩება. მანამ, სანამ ფორესტის ყურადღებას არ იქცევს და ახლა თავად მთავარი გმირი იღებს ჩოგანს. კომპოზიცია სრულდება. მსგავსი გრძელი კადრები თანამედროვეებისთვის არ არის დამახასიათებელი და ცოტა პიჟონობას წააგავს. მაგრამ კლასიკური ჰოლივუდის რეჟისორებისთვის, რომელთა სიაშიც ზემეკისი შედის, ასეთი ილეთები იძლევა საშუალებას მაქსიმუმ ინფორმაცია გადმოგცეს მინიმალურ დროში, ის რომ არ გააღიზიანოს მაყურებელი ხშირი გადაბმებით. იგივე მეთოდით არის გადაწყვეტილი ფილმის გამხსნელი კადრი, რომელიც ერთდროულად რამოდენიმე მნიშვნელოვან დავალებას ასრულებს. აჩვენებს მასშტაბს, ხასიათს და ერთ-ერთ ცენტრალურ მოტივს, ცხოვრება, როგორც არაპროგნოზირებადი ფრენა. გარდა ამისა, დასაწყისი გვაცნობს მთავარ გმირს, თანაც ეს გაცნობა იწყება ფეხსაცვლით. ჭუჭყენი ბოტასი, რომელიც კონტრასტირებს სუფთა და მოწესრიგებულ კოსტუმთან. მათ, ვისაც ეს ფილმი ნანახი აქვთ, იციან, რომ ამ ბოტასებს ისტორია აქვთ და თან ფორესტზე ამბავი ფეხებზე განსაკუთრებული ყურადღების გარეშე შეუძლებელია. რამოდენიმე წუთში თითქოს მაყურებელს აინტრიგებს ფორესტი ამბობს. Mom always said there's an awful lot you can tell about a person by their shoes. სხვათა შორის, როგორც განდეგილი, თითქოს სეციური მაყურებელი, ჩვენ არაერთხელ შევხედავთ ფორესტს. ამით ხაზი ესმევა მისი ზომების შეუფარდებლობას ქვეყნის ისტორიასთან. ფილმის მონტაჟი შეუმჩნეველია და არ გამოირჩევა რაღაც არაორდინალური გადაწყვეტილებებით. იგი ძირითადად ისტორიის გაგრძელებაში გვეხმარება ან თხრობის ტონალობას თვლის. მაგალითად ამ ფრაგმენტში, რომელიც 7 მოგზაურობით იწყება. შემქმნელი გადადის დინამიურ მონტაჟზე მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ბრძოლას ვხედავთ. ფილმის კიდევ ერთი ღირსება არის ვიზუალური ეფექტების გამოყენება, რომელიც ასევე აღნიშნა ამერიკულმა კინოაკადემიამ. ზემეკისი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ენთუზიაზმით იყენებდა ტექნოლოგიურ ინოვაციებს, მაგრამ აქ, პოლარული ექსპრესისგან განსხვავებით, ისინი არ ეფარება ისტორიას, არამედ პირიქით, მოყოლაში ეხმარება. ტომ ჰენქსის გმირი ჩააკრეს რეალურ ისტორიულ კადრებში, თითქოს იგი მოვლენების უშუალო მონაწილე იყო. სწორედ ამ მეთოდით ფორესტ გამპი ცდება რეალიზმს და განსაზღვრავს მის ზღაპრულობას. ისტორიული ქრონიკა და ტელევიზია საერთოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სიუჟეტში. ტელევიზორით ერთმანეთს უკავშირდებიან განსხვავებული გმირები და სიუჟეტის დონეები ისტორიული და გამოგონილი. ზოგჯერ ზემეკისის რეჟისურა საერთოდ ტელევიზიის ენას ემსგავსება. მაგალითად, ფორესტის მარათონი ეპიზოდურად ისე გამოიყურება, თითქოს ჩვენ არა მხატვრულ ფილმს, არამედ ფეხსაცმლის რეკლამას ვუყურებთ. I'm pretty tired. Think I'll go home now. 1995 წელს ფორესტ გამპამ ოსკარზე აჯობა ისეთ ტიტანებს, როგორიცაა გაქცევა შოუშენკიდან და მაკულატურა. მან 6 ჯილდო აიღო, მათ შორის მთავარ ნომინაციებში. სკეპტიკოსები ალბათ თვლიდნენ, რომ ეს კომპრომისი იყო და ფილმი მალე დავიწყებას მიეცემოდა, მაგრამ ისტორიამ სხვაგვარად განსაჯა. ფორესტ გამპი დღემდე რჩება მაყურებლების ერთ-ერთი საყვარელი ფილმი და სუფთა ამერიკული პრობლემები მას ამაში ხელს არ უშლის. გამოცდილებამ კარგად აჩვენა, რომ ფილმი მშვენივრად მუშაობს როგორც მითი, რომელიც სამყაროს ყველა კუთხეში გასაგებია. პრობლემური ჯანმრთელობის მქონე ბავშვის ისტორია, რომელსაც დაბალი IQ აქვს, რომელიც ომის ვეტერანი ხდება, პინგ-პონგის ჩემპიონი და წარმატებული ბიზნესმენი, რომელსაც კარიერა კრებებზე ააწყო, გადამდებად ოპტიმისტურია. სანამ ხალხი ფორესტის ირგვლივ იტანჯებოდნენ შიშებით და ეჭვებით, სანამ იწყებოდა და სრულდებოდა ომები, იცვლებოდნენ პრეზიდენტები, ფორესტი თავის საქმეს აკეთებდა, ზრუნავდა ახლობლებზე და არ კარგავდა მომავლის იმედს. ალბათ ამაში მდგომარეობს ფილმის თერაპევტიული ძალა, რომელიც სურვილს გვიჩენს, რომ არაერთხელ ვუყუროთ. რადგან როგორც ცნობილია, ცხოვრება ეს შოკოლადის კანფეტების ყუთია და არასდროს იცი რა ამოგივა. სწორედ ასე არის ჩვენი არხიც. გამოიწერეთ და არასდროს გეცოდინებათ რა იქნება შემდეგი ვიდეო. შეხვედრამდე.